Biznesmen Levan Jangulaძის ანგარებით შეკვეთით მკვლელობაში ბრალდებული ყოფილი სპეცრაზმელი გელა უძილაური სასამართლომ დამნაშავე ცნო დაუადოთ თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. განაჩენი მოსამართლე გიორგი გელაშვილმა გამოაცხადა. უძილაური მკვლელობას აღიარებს, თუმცა აცხადებს, რომ ეს განზრახ და შეკვეთით არ გაუკეთებია. მისი ვერსიით მკვლელობა უკავშირდება უკრაინაში ლევან ჯანგულაძის დავალებით მისადმი ფიზიკურ ანგარიშწორებას. ეს ეწინააღმდეგება პროკურატურის ვერსიას, რომლის თანახმადაც უძილაურმა შეკვეთილი მკვლელობა შეასრულა. განაჩენის გამოცხადებამდე სასამართლოს საბოლოო სიტყვით მიმართა უძილაურის ადვოკატმა დავით მუხიაშვილმა დასკვნითი სიტყვის უფლებით ისარგებლა ბრალდებულმაც. მუხიაშვილმა თქვა, რომ უძილაურის დაკავებიდან დღემდე საზოგადოებრივი აზრის ფორმირების მიზნით მიმდინარეობდა მიზანმიმართული კამპანია მისი ქილერად წარმოდგენის მიზნით. ის სასამართლოს მოუწოდებდა მხოლოდ მტკიცებულებებით ეხელმძღვანელა. გადაწყვეტილების გამოცხადებამდე ადვოკატისა და უძილაურის სიტყვებს შორის სასამართლოს დასკვნითი რეპლიკით მიმართა პროკურორმა ლევან ვეფხვაძემ. თქვენ გაგწირეს მკვლელობის შემდეგ და გაგწირეს დღესაც. ასე მიმართა პროკურორმა ბრალდებულ გელა უძილაურს. საქმის მტკიცებულებებით ვიდეო მტკიცებულებები არის თქვენი მოსაზრებები, ბატონო პროკურორო. თქვენ გონიათ იმდენი არ ვიცოდი, როდესაც შეკვეთილ მკვლელობაზე მივდიოდი პირბადე მაინც გამეკეთებინა, ან ვაზის უბანში არ ავსულიყავი. წასასვლელი მაინც ხომ უნდა მქონოდა წინასწარ რომ დამეგეგმა მკვლელობა. ვერეს ხეობაზე რომ აპელირებთ, თითქოს ვაკეში გადასასვლელად მაგზით ვისარგებლეთ ყუილია. მე შევიარე ბაგებში, სადაც იმ გოგოს უნდა შევხვედროდი, რომელიც სასაცილოდაც არ გეყოთ. არც საკონტროლო გასროლა არ მომიხდენია. ყუილია ეს. თქვენ ძალიან კარგად იცით, ბატონო პროკურორო, რომ ჩემი ყველა ნაბიჯი იყო დაუგეგმავი. მკვლელობის მომენტში ვიყავი აღელვებული ბატონო მოსამართლე და ამის შესაბამისი მიზეზიც მქონდა. აღარ მინდა იმ ყველაფრის გახსენება. ადამიანს რომ გასკოჩავ, ჩააგდებს სავარგულში და ღირსებას შეულახავს, სხვა რა რეაქცია უნდა მქონოდა მისი დანახვისას ბატონო მოსამართლე. ლევანი იცით როგორი სახით მიყურებდა ხელი რომ მოვკვიდე ზურგზე, თითქოს ჩემი შეჭმა უნდოდა. ლევანი იარაღის ამოღებას აპირებდა, კარგად ნახეთ კადრები. წამის მიათეთში დავასწარი. მიმდინარე წლის მარტის თვეში ბრალდებულებმა ძმებმა მიქაძეებმა გიორგი ჯოხაძის საშუალებით გელა უძილაურს მიაწოდეს ინფორმაცია ლევან ჯანგულაძის 14 მარტს საქართველოში ჩამოსვლის და გადაადგილების შესახებ. შესაბამისად ამ უკანასკნელმა დაიწყო აქტიური მზადება ლევან ჯანგულაძის განზრახ მკვლელობის სისრულეში მოყვანის მიზნით. 14 მარტს ლევან ჯანგულაძე გამოიმგზავრა საქართველოში. აღნიშნული ინფორმაცია გიორგი ჯოხაძემ და ძმებმა მიქაძეებმა მიაწოდეს გელა უძილაურს, რომელიც დაახლოებით 20 საათსა და 40 წუთზე ცეცხლსასროლი იარაღით მივიდა ქალაქ თბილისში ილია ჭავჭავაძის გამზირზე და დაელოდა ლევან ჯანგულაძის მისვლას, რომელიც მის მეგობართან ერთად მეგობრის პანაშვიდზე იმყოფებოდა, საიდანაც დაახლოებით 23 საათსა და 30 წუთზე გამოვიდა. იმ დროს, როდესაც ლევან ჯანგულაძე მეგობართან ერთად ფეხით გადაადგილდებოდა ჭავჭავაძის გამზირზე, გელა უძილაურმა ცეცხლსასროლი იარაღიდან მრავლობითი გასროლა განახორციელა ლევან ჯანგულაძის მიმართულებით. მიღებული დაზიანებების შედეგად ლევან ჯანგულაძე ადგილზე გარდაიცვალა. ლევან ჯანგულაძე თბილისში ჭავჭავაძის გამზირზე 2025 წლის 14 მარტს მოკლეს. ჯანგულაძე ეგრეთ წოდებული კანონიერი ქურდის მერაბ სოხუმსკის ძმა. დაიჭრა მისი მძღოლი და ამავე დროს დაცვა გია ჩადუნელი. უძილაური 3 დღეში დააკავეს. 2025 წლის 24 მარტს ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო გასაღების ბრალდებით დააკავეს სანდრო წივწივაძე. პროკურატურის განცხადებით წივწივაძემ 2018-2019 წლებში შეძენილი ცეცხლსასროლი იარაღები უკანონოდ გაასაღა სხვადასხვა ადამიანებზე. უწყების ვერსიით ამ იარაღებიდან ერთ-ერთი კი სწორედ ჯანგულაძის მკვლელობისას იყო გამოყენებული. 2024 წლის 14 აგვისტოს პროკურატურამ ბრალი წარუდგინა ძმებს დავით და გიორგი მიქაძეებს და გიორგი ჯოხაძეს. დავით მიქაძე და გიორგი ჯოხაძე საზღვარგარეთ არიან. მათზე ძებნაა გამოცხადებული. პროკურატურის ვერსიით ძმებ გიორგი და დავით მიქაძეებს ბიზნეს საქმიანობასთან დაკავშირებით გარკვეული სახის უთანხმოება და დაპირისპირება ჰქონდათ ჯანგულაძესთან და ამ უკანასკნელთან დაპირისპირებაში მყოფ სხვა პირთა შეკვეთით დაგეგმეს ლევან ჯანგულაძის განზრახ მკვლელობის ორგანიზება.